ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის მიმართ შეკითხვები არ არსებობს და თუ დღეს ის რაიმე ქონებას ფლობს ენერგეტიკის სფეროში, კალაძე მოახერხებს ამ ქონების გასხვისებას. ასე უპასუხა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა უმცირესობის წარმომადგენლის გივი თარგამაძის შეკითხვას, რატომ არ განაცხადა კახი კალაძემ საქიდროენერგომშენში წილის ფლობის შესახებ. თავად კალაძე მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძისნაირ ადამიანებს ბიზნესში თავიანთი წილების ბედი ადარდებთ, რის გამოც გივი თარგამაძე მისგან ბოდიშს ითხოვს. თავარ კითხვას ენერგეტიკის სფეროში დასახული გეგმების შესახებ კახი კალაძე სამტრედიიდან უპასუხებს. რაში ადანაშაულებს ნაციონალურ ხელისუფლებას კავკასიის ონლაინის ყოფილი მფლობელი მამია სანადირაძე და ბოლოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და უმცირესობის შეხვედრის შესახებ მარინე ჩიტაშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას სამტრედიიდან გასცემს კახი კალაძე პასუხს საღამომშვიდობისა ბატონო კახი. საღამომშვიდობისა მოგესალმებით მივესალმები თქვენ ტელემაყურებელს. ბატონო კახი, ბოდიში მოითხოვა დღეს თქვენგან გივი თარგამაძემ. ის ამბობს, რომ დღეს თქვენს ხელშია პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები და თუ რაღაც ეჭვები გაქვთ, გამოიძიოთ, ნახოთ, დადოთ დასკვნა და თუ ვერაფერს იპოვით, ის ითხოვს, რომ მოიხადოთ ბოდიში. აპირებთ თუ არა, რომ მართლაც თქვენი ბრალდებები გივი თარგამაძის, უпростоრად მისი ოჯახის წევრების მიმართ, თქვენ დღეს გარკვევით თქვით, რომ მას პირადად არ ქონია ბიზნესში წილები, მაგრამ მისი ოჯახის წევრები იყვნენ ბიზნესთან დაკავშირებული. აპირებთ თუ არა, რომ ეს ბრალდებები მართლაც გაამყაროთ კონკრეტული ფაქტებით. რადგან საზოგადოება ითხოვს კონკრეტულ ფაქტებს ძველი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე. მოგახსენებთ, რაც შეეხება ბატონ თარგამაძეზე გაცემულ დღევანდელ ჩემს პასუხს, რომ მე განვაცხადე ჯერ ერთი შეკითხვა, რომელიც დასვა ბატონმა თარგამაძემ, ამ შეკითხვაზე გაცემული იქნა პასუხი 2 დღის წინ, რომ ეს ყველაფერი მოგვარდებოდა, როგორც კანონს შეესაბამებოდა. მან დღეს კიდევ ერთხელ დასვა ეს შეკითხვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაუსვა ეს შეკითხვა და მე არ მქონდა იმ წუთში გამეცა პასუხი, ამის საშუალება არ იყო, მაგრამ როდესაც მორჩა, ასე რომ ვთქვათ, სხდომა, როდესაც მე დამისვეს ჟურნალისტებმა შეკითხვა, მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცი ამ ადამიანების ტკივილი რა არის, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტკივილი, რომ დაკარგავენ თავიანთ წილებს ბიზნესებში, რომელშიც თავიანთი წილები აისახება. ეს, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მტკივნეულია და ზუსტად მათი წილებია, რომ აისახება დღევანდელ ჩვენს ტარიფებში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იხდის. ეს არის ენერგოსფეროში, ასევე გაზის თემა, ასევე ნავთობის თემა. ძალიან მალე ყველასთვის ყველაფერი იქნება ცნობილი, შესაბამისი ორგანოები, რა თქმა უნდა, ამით დაინტერესდებიან. თვითონ ბატონ თარგამაძეს რაც შეეხება, ამ ადამიანის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვაა საზოგადოებაში და ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა იქნეს გაცემული. როგორც თქვენ თვითონაც თქვით, თარგამაძის შეკითხვა ეხებოდა სწორედ იმ დოკუმენტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მედიითა და ასევე სოციალური ქსელებით, სადაც საუბარია იმაზე, რომ კალა კაპიტალს თქვენს კომპანიას 45%-იანი წილი აქვს საქიდრომშენში უკაცრავად, რაც თავისთავად წარმოშობს რასაკვირველი ინტერესთა კონფლიქტს კანონის თანახმად თქვენთვის როგორც ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატისთვის. ამის შემდეგ თქვენ გააკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ აპირებთ, რომ ეს წილი გაასხვისოთ, მაგრამ საზოგადოებაში გაჩნდა სხვა კითხვა იმის შესახებ, თუ რას აპირებდით თქვენ, რომ არ გასაჯაროებული იყო თქვენი ჩარევის გარეშე ეს დოკუმენტი, ანუ აპირებდით თუ არა საზოგადოებისთვის გეცნობებინათ, რომ ამ კომპანიაში თქვენ გაგაჩნიათ წილი? ეგ ამას მოითხოვს კანონი, მე ყველაფერს გავაკეთებდი ისე, რაც კანონს შეესაბამება. კანონში არ წერია, რომ მინისტრობის კანდიდატმა წინასწარ უნდა გაასხვისოს, ასე რომ ვთქვათ, ბიზნესი თუ მოდის ინტერესთა კონფლიქტი თუ არსებობს. მე ვიმოქმედებ ისე, როგორც კანონს შეესაბამება, როდესაც იქნება დამტკიცება ოფიციალურად ჩემი და ალბათ ხვალ მოხდება ეს ყველაფერი, ამის მერე მაგ 10 დღის ვადა და ამ 10 დღის განმავლობაში გაძლევთ პირობას, რომ ეს 45% ჩემი წილი
ნაწილი, რომელიც აქედრომ შენშია, გასხვისდება. აქ დამალული არაფერი არ ყოფილა, კალა კაპიტალის დაფუძნების პირველი დღიდანვე ყველაფერი იყო გამჭირვალე და ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებდი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არაფერს დამალულად არ ვაკეთებდი, არაფერი არ იყო რაღაც მახინაციებით გაკეთებული სქემები, ყველაფერი იყო გამჭირვალე და ყველაფერი იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. მე მომავალშიც ასე ვაპირებ ჩემი ცხოვრების გაგრძელებას პატიოსნად, როგორც დღემდე მოვედი. მე ნამდვილად შემიძლია უკან მოხედვით მთელი ჩემი ცხოვრება თავაწეული ვიარო, ჩემი განვლილი ცხოვრება, ასე რომ ვთქვათ, რაც მე გამოვიარე, არანაირი ცუდი არ გამიკეთებია არავისთვის, არანაირი სიბოროტე არ გამიკეთებია არავისთვის და მომავალშიც ასე ვაპირებ სულთად ვიცხოვრო. ბატონო კახა, ამავე დოკუმენტის მიხედვით კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თქვენს გარდა არიან ილია კეჭაღმაწე და ასევე გია ქავთარაძე, რომლის კანდიდატურა თქვენი ენერგეტიკის მინისტრად დანიშნვის შემთხვევაში განიხილება თქვენი მოადგილის თანამდებობაზე. გია ქავთარაძე საზოგადოებას რომ შევახსენო, იყო 2005-2007 წლებში სააკაშვილის მთავრობაში იუსტიციის მინისტრიც. თუ რჩება ისევ ეს პიროვნება კანდიდატურად თქვენი მოადგილის პოსტზე და რა კრიტერიუმით შეარჩიეთ იგი? ბატონ გიას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აღარ არის უკვე დიდი ხანია, მან დატოვა ეს თანამდებობა. ბატონ გია ქავთარაძესთან მე მაკავშირებს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა. მას გააჩნია საადვოკატო ბიურო, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ემსახურებოდა კალა კაპიტალს და ეს კომპანია დღემდე კალა კაპიტალს ემსახურება. რაც შეეხება იმას, რომ იქნება თუ არა ბატონი გია ქავთარაძე ჩემი მოადგილე, ამასთან დაკავშირებით ცოტა თავშევიკავებდი. როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ყველასთვის იქნება ყველაფერი ცნობილი, თუ ვინ იქნება ჩემი მოადგილე. პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, მე უნდა დამამტკიცონ ჯერ ხვალ, ხო? ამის მერე ყველაფერი იქნება ცნობილი. კიდევ ერთი შეკითხვა თქვენს მომავალ თანამდებობასთან დაკავშირებით. თავიდან დასახელებული იყავით ბატონო კახა ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად. შემდეგ შეიცვალა ვითარება, გადაწყდა სტრუქტურული ცვლილებები და თქვენ უკვე დასახელდით ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად. რატომ შეიცვალა კოალიციის გადაწყვეტილებით ეს თავდაპირველი გადაწყვეტილება? რატომ შეიცვალა? გადაწყვეტილება შეიცვალა იმის გამო, როგორც მოგეხსენებათ, ბუნებრივი რესურსები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასე რომ ვთქვათ, იშლება. ინფრასტრუქტურა გადადის პირდაპირ ეკონომიკის დაქვემდებარებაში, ხოლო რეგიონალური განვითარება, ასე რომ ვთქვათ, იქნება პირდაპირ პრემიერის დაქვემდებარებაში. ზუსტად ამის გამო მოხდა ეს ცვლილებები. მე გადმოვედი ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანდიდატად დამასახელეს, ხოლო ეკონომიკის მინისტრად უკვე შერჩეული იყო კანდიდატურა ბატონი კვირიკაშვილი და ასე რომ ვთქვათ, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. კოალიციის დაპირებებში ბატონო კახა შედიოდა ტარიფების შემცირების თემა. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში საზოგადოებისთვის. თუ აპირებთ მართლაც რეალურად რომ შემცირდეს ტარიფები როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე, თუ მხოლოდ ელექტროენერგიაზეა საუბარი, იქნებ განმარტოთ ძალიან კონკრეტულად. მართლა ძალიან აქტუალური თემაა ეს დღეს საზოგადოებაში და სხვათა შორის გუშინ როდესაც კომიტეტებში იყო მოსმენა, პირადად მეც დამისვეს ეს შეკითხვა, თუ რას ვაპირებდით ტარიფებთან დაკავშირებით და ჩვენ წინა საარჩევნო პროგრამაში გვქონდა ეს გაწერილი, რომ ტარიფები აუცილებლად შემცირდება და მე დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვეუბნები ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, ჩემი დანიშვნიდან პირველივე დღიდანვე მე დავიწყებ შეხვედრებს ყველა იმ კომპანიასთან, ეს იქნება ენერგოკომპანიები, ასევე გაზის კომპანიები, ასევე ნავთობის კომპანიები იმასთან დაკავშირებით, რომ დავიწყოთ პირდაპირ მოლაპარაკებები ფასების დაწევასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მე როგორც მინისტრის კანდიდატს ჯერჯერობით, ასე რომ ვთქვათ, არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია იმისა, რომ ჩემი რაღაც დავალებით მოხდეს ტარიფების დაწევა. ეს უნდა მოხდეს მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობით. ჩვენ ამას აუცილებლად ვაპირებთ, აუცილებლად გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შევხვდებით ყველა იმ კომპანიას და გავიგებთ, რამდენით არის შესაძლებელი მარჟა, რამდენი იმისა, რომ ტარიფები იქნეს დაწეული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვეუბნები ქვეყნის მოსახლეობას, რომ ნამდვილად არის შესაძლებელი ტარიფების დაწევა და ძალიან მალე ამას გავიგებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი ყველამ ვიცით, თუ როგორ არის დათვლილი დენის გადასახადის ფასი, ფორმულა მოცემულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა იცოდეს ქვეყნის მოსახლეობამ, გაუგებარია, როგორ აქვს დათვლილი საერთოდ გაზზე გადასახადი და ეს რაღაც ტაბუდადებული თემაა, არავინ არ ვიცით, როგორ დათვალეს გაზის გადასახადი და ზუსტად აი აქ არის ძალიან ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება რაღაც გარიგებები და
მახინაციები ხელისუფლების მხრიდან. მე მარტივად რო ავხსნა ეს მინდა მოსახლეობას უთხრა თუ როგორი სქემებით არის ეს ყველაფერი გაკეთებული, მაგალითად აზერბაიჯანი ყიდის გაზს, ყიდულობს რომელიღაცა კომპანია. ეს კომპანია მერე ყიდის ვიღაც კომპანიაზე, ის კიდე ვიღაც კომპანიაზე და ის ვიღაც კომპანია ყიდის სახელმწიფოზე, საქართველოზე. და რა თქმა უნდა ეს უკვე იქნება გაზრდილი ფასი, აქ არის ვიღაც ჩინოვნიკების ასე რომ ვთქვათ ინტერესები ჩადებული, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ვაძლევთ ამ პირობას ქვეყნის მოსახლეობას, რომ ეს ჩინოვნიკები აუცილებლად დაისჯებიან და ზუსტად ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ ტარიფებმა დაიწიოს, რომ ამ ადამიანების ინტერესები აღარასოდეს აღარ იქნება საქართველოში. როგორ და რის ხარჯზე უნდა მოხდეს მაგალითად ელექტროენერგიაზე ტარიფის დაწევა? ამ კითხვას გისვავდი, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ აი ამ ტარიფის საკმაოდ სოლიდური ნაწილი თან ხმარდება იმას, რომ შეინარჩუნონ და განავითარონ ინფრასტრუქტურა. ასია თუ არ არის ასე? თუ გაქვთ უკვე თქვენ ინფორმაცია, თუ უკვე გაერკვიეთ ამდენად საკითხში, იქნებ გულპასუხოთ. ჩვენ მე აი გითხარით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შევხვდებით ყველა იმ კომპანიას, მე წინასწარ მიჭის ახლა საუბარი თუ რის ხარჯეს შეიძლება ტარიფების დაწევა მოხდეს, როდესაც შეხვედრა გვექნება და მე ამას ვაპირებ პირველივე დღეებში ჩემი დანიშვნიდან, ამის მერე უკვე ყველაფერი თვალნათელი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. კიდევ ერთი განცხადება გააკეთა კახა ბენდუქიძემ, რამაც გარკვეული გაურკვევლობა მართლაც წარმოშვა საზოგადოებაში. მან თქვა, რომ თუ მოხდება ტარიფის შემცირება, არ იქნებაო ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად საკმარისი თანხა და შეიძლება დენის ელექტროენერგიის დეფიციტი გაჩნდეს ისევ ქვეყანაში. ასევე მან თქვა, რომ შესაბამისად გაიზრდება იაფდენზე მოხმარებაც და ესეც შეიძლება იყოს წინაპირობა დეფიციტის. თუ შეგიძლიათ საზოგადოებას მისცეთ იმის პირობა, რომ ტარიფი შესაძლებლის ფარგლებში შემცირდება, მაგრამ ამის გამო ჩვენ შედეგად არ მივიღებთ ელექტროენერგიის დეფიციტს ისევ ქვეყანაში. მე მინდა რა თქმა უნდა უთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ერთი გაკეთებული საქმით მეორე ნამდვილად არ გაფუჭდება. ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ის პრობლემა აღარ გაუჩნდეს ქვეყნის მოსახლეობას, რაც 90-იან წლებში იყო უშუქობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტარიფი შემცირდება და ასევე რა თქმა უნდა ელექტროენერგია გვექნება, ყველას ექნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ბუნებრივი აირის შეყვანა თითოეულ ოჯახში ესეც იყო კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებებში. თუ გაქვთ უკვე გეგმა, როდის და როგორ უნდა განხორციელდეს ეს და შესრულდეს ეს დაპირება? ამის შესახებ დღეს შეკითხვა დაუშვეს კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსაც. კი იყო ეს შეკითხვა დასმული, მე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად გაგრძელდება გაზიფიკაცია, რაც დაწყებული იყო, ასე რომ ვთქვათ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს აუცილებლად გაგრძელდება და ყველას მიეცემა საშუალება, მე ვიცი ძალიან, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდი, ძალიან ბევრ მოსახლეს ხვდებოდი სხვადასხვა რეგიონებში, არა მარტო იმერეთში და სამტრედიის რაიონში, სხვადასხვა რეგიონებში მქონდა შეხვედრები და ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პრობლემა. გაზი, რომელიც მიყვანილი იყო ოჯახამდე, იცით, ვისაც საკუთარი სახლი აქვს, არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ეზოში შეეყვანათ, თავის სახლამდე მიეყვანათ ეს ასე რომ ვთქვათ გაზი, იმიტომ რომ ძალიან ძვირი გამოდიოდა და არ ჰქონდათ ამ ადამიანებს იმის საშუალება. ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით ყველას, ეს გაიწერება 2-3 წლის ასე რომ ვთქვათ განმავლობაში, ექნებათ მას საშუალება იმისა, რომ ნელ-ნელა გადაიხადონ და არა ერთი ასე რომ ვთქვათ პირველივე როდესაც მოხდება ამ გაზის მილის შეყვანა, მაშინვე მოხდეს გადახდა, არა, ეს გაიწერება 2-3 წლის განმავლობაში მათ ექნებათ საშუალება ნელ-ნელა გადაიხადონ. კიდევ ერთი თემა, რომელსაც საკმაოდ მწვავე რეაქცია მოყვა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ეს არის დიდი ჰესების მშენებლობის შეჩერება, რაც არ გამორიცხა კოალიციის ლიდერმა. რა არის ამ შემთხვევაში თქვენი мотиваცია, როდესაც ამბობთ, რომ შესაძლებელია დიდი ჰესების მშენებლობა შეჩერდეს? ეკოლოგიური პრობლემები, ბატონო კახა, მიხეილ სააკაშვილმა დუბაიში ენერგეტიკულ ფორუმზე თქვა, რომ მისთვის ეს იდეა, ანუ ჰესების მშენებლობის შეჩერების იდეა არის სრულიად მიუღებელი. ჰესებს რაც შეეხება, მე მინდა გითხრათ, რომ მართლაც საქართველოს ძალიან მდიდარი ქვეყანაა ენერგორესურსებით. დღესდღეობით 48 ჰესი მუშაობს საქართველოში და 4 ჰიდროელექტროსადგური და 4 თბოელექტროსადგური.
დღესდღეობით დაწყებულია 15 პატარა, ასე რომ ვთქვათ, მცირე და საშუალო ხესების მშენებლობა, 30-ზე მემორანდუმია გაფორმებული. ჩვენ პირველი რასაც გავაკეთებთ, აუცილებლად უნდა გადავხედოთ ყველა ხელშეკრულებას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამ მცირე და ასე რომ ვთქვათ, პატარა და საშუალო ხესების მშენებლობა, რომელიც დაწყებულია, არ შევაჩერებთ. პირიქით ხელშეწყობა იქნება, მხოლოდ და მხოლოდ გვინდა გადავხედოთ ხელშეკრულებებს, ნახოთ რამდენად არის სახელმწიფოს ინტერესები ჩადებული ამ ხელშეკრულებებში. დიდ ხესებს რაც შეეხება, ჩვენ გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით განმარტება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის ინტერესები განიხილოს ამ ყველაფერში, მაგალითად ხუდონთან დაკავშირებით. ეხლა ძალიან აქტუალურია ეს თემა, ძალიან ბევრი კითხვები ისმეოდა ადრეც და დღესაც აქტუალურია ეს თემა, აშენდება თუ არა ხუდონ ხესი. ეს ძალიან რთული თემაა, აქ უნდა მოხდეს, ასე რომ ვთქვათ, გარემოს დაცვის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა, უნდა განიხილოს ეს თემა, რამდენად ზიანს მოუტანს ეს ყველაფერი ეკოლოგიურად ჩვენ ქვეყანას და რამდენად ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი იქნება ენერგეტიკის კუთხით ჩვენი ქვეყნის ენერგო კუთხის განვითარებისთვის. მე მიჭირს იმაზე საუბარი დღეს თქვენ დაწვრილებით გითხრათ ეს აშენდება ან არ აშენდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა მოხდეს შეხვედრა გარემოს დაცვის წარმომადგენლებთან და ურთიერთშეთანხმების, ურთიერთმოლაპარაკებების, გამოკვლევების შემდეგ უკვე ცნობილი იქნება დიდ ხესებთან დაკავშირებით რას გავაკეთებთ. კიდევ ერთი შეკითხვა ჩვენი საუბრის ბოლოს, თქვენ ახლა გვერდთვებით სამტრედიიდან, სადაც გახდით მაჟორიტარი და სადაც საკმაოდ ბევრი პრობლემა შეხვდათ საარჩევნო კამპანიის დროს. როგორც ვიცი, დღესაც გაგვთ გარკვეული პრობლემები, დღეს სამტრედიაში უნდა აერჩიათ გამგებელი. რა მოხდა საბოლოო, როგორ დასრულდა ეს პროცესი? მე როგორც ვიცი, გამგებელი აირჩიეს, ეს გახლავთ ბატონი სტურუა, ბატონი ავტოსტურუა, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის წინამოწვევის პარლამენტში დეპუტატი გახლდათ. სამტრედიის რაიონი და სამტრედიელები მინდა გითხრათ ნამდვილად არ იმსახურებენ ასეთ გამგებელს. თან ამ ადამიანის ირგვლივ ძალიან ბევრი კითხვაა და ამ ადამიანს აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხისგაცემა. ეს არის ადამიანი, რომელთან ასოცირდება ხალხის მოკრთამა წინასაარჩევნოდ. ეს არის ადამიანი, რომელთანაც ასოცირდება ხალხის რეპრესიები, დაშინება, სამსახურიდან გამოშვება პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს არის ადამიანი, რომელთან ასოცირდება 25 წლის ახალგაზრდა ბიჭის თავის ჩამოხრჩობა. ძალიან ბევრი კითხვებია ამ ადამიანის ირგვლივ და მე დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ ადამიანით და ამ ადამიანს ყველა ამ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. კახი კალაძე გვერდთვებოდა სამტრედიიდან, არ გადართოთ, რამდენიმე წუთში ჩვენ შევიტყობთ, როგორ ჩამოართვეს მფლობელს კომპანია კავკასუს ონლაინი. მამია სანადირაძე უპასუხებს მთავარ კითხვას საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. უნდა დავიწყო პირდაპირ მთავარი კითხვით, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას. როგორ დაგათმობინეს კომპანია? თქვენ არ ხართ გამონაკლისი ამ მხრივ, მაგრამ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და საინტერესო ბიზნესის მფლობელი. როგორც უკვე ველაპარაკე, მოხდა 4 სხვადასხვა კომპანია, 4 სხვადასხვა სახელმწიფო, ასე რომ ვთქვათ, სტრუქტურიდან, ეს იყო საგადასახადო, ეს იყო მარეგულირებელი კომისია, ეს იყო მერია და საბოლოოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო. კოორდინირებული კომპანიაზე თავდასხმა გულისხმობ მარეგულირებელი კომისიიდან 660,000 დაჯარიმდა კომპანია. რის გამო იყო კონკრეტული მიზეზი დაჯარიმების? თუ ეს იყო პოლიტიკური ჯარიმა? 4 სხვადასხვა ჯარიმა იყო მაგალითად სექტემბრიდან დეკემბრამდე 4 სხვადასხვა. ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან წვრილმანი მაგალითად მისამართის გამოცვლის კომპანიამ გამოიცვალა მისამართი ოფიციალური საფოსტო მისამართი და არ შეატყობინა მარეგულირებელ კომისიას დროულად და ასეთი დასჯებისთვის მაგალითად სხვა კომპანიები გაფრთხილებას ღებულობენ. კავკასუს ონლაინმა ძალიან დიდი ჯარიმები 270,000-იანი, 30,000-იანი, 80 ძალიან დიდი ჯარიმები მიიღო აი ზუსტად ამ 3 თვის განმავლობაში, როდესაც საგადასახადო შემოვიდა, საგადასახადომ 3 თვე ვერაფერი ვერ მონახა ჩვენს კომპანიაში, დაჟდედმეტობა მონახა, მაგრამ საბოლოოდ ჩემთვის ყველას ეს ვერ დავივიწყე 2 წელიწადია ემიგრაციაში, რომ ესე იგი ინტერნეტის იაფად გაყიდვისათვის 11 მილიონი ლარი
დაზარალდა DGG არ მიიღო სახელმწიფომ. რატომ დაგადანაშაულეს რომ დემპინგური ფასი? დამადანაშაულეს რომ ესე იგი იაფად ყიდიდი ინტერნეტს, თუმცა ყიდიდი ზუსტად იმდენად, რამდენად ჩემი კონკურენტი ელექტროკავშირი და არანაირი მარეგულირებელი კომისია არსებობდა და თუ ეს სარეგულირებელი ტარიფი იყო, ის დაარეგულირებდა ამ ტარიფს, ხო? მაგრამ უბრალოდ რომ ვიკითხე, როგორ დაამტკიცებდნენ ამას, რომ 11 მილიონი ლარი ესე იგი DGG-ს ზარალი მიიღო სახელმწიფო, მათ ესე ცინიკურად მითხრეს, რომ ჯერ უნდა გადავიხადოთ 11 მილიონი ლარი, ამის შემდგომ სათანადო ორგანოებს მიმართო და ეს ყველაფერი იქ ვამტკიცო. მერია ესე იგი გვაჯარიმებდა ჩვენ ყველა გავიყვანეთ საკაბელო მეურნეობა ყველანაირი წესის დაცვით, რაც იყო მივიღეთ ეს ნებართვები, გავიყვანეთ კაბელები 1 წლის წინ და ამის ზუსტად ამ დროს დაიწყო ჩვენი დაჯარიმება იმისათვის, რომ რაღაცა ნებართვა გვაკლდა. დაჯარიმებები არ გვაკმარეს, დაიწყო ჩეხვა კაბელების. მთელი თბილისი აგონიაში იყო ჩვენი კლიენტების გათიშვები. მგონი გვახსოვს ყველას გახსოვთ ეს ყველაფერი. მოკლედ იმდენად და მაგ დროს ძალიან ბევრი გადაერთო სილქნეზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანის მოთმინებას ჩვენ ძალიან სწრაფად ვაღდგენდით მას, მაგრამ ანუ ეს ხდებოდა თქვენი ნებართვის გარეშე, ბატონო მამია, როდესაც აი ეს თხრიდნენ კაბელებს, უწყდებოდათ ადამიანებს ინტერნეტის. რა თქმა უნდა, ეს იყო ეს იყო პიროვნებები, რომლებიც არალეგალურად ეს იყვნენ კრიმინალები, რომლებსაც ჩვენი უსაფრთხოების სამსახური იჭერდა და აბარებდა პოლიციას, პატრულს, მაგრამ ჩვენ ამ მათ სახელს გვარს ვაფიქსირებდით ყველაფერს, ვაბარებდით პატრულს, აღძრავდით საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ პატრული ამ კრიმინალებს, რომლებიც აი ამ დაზიანებებზე იყვნენ დაჭერილი ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, უბრალოდ უშვებდნენ სისხლის სამართლის საქმე აღძრული მთავრდებოდა არაფრით, ჩვენ მუდმივად ვრეკავდით, გვეუბნებოდნენ, რომ დაგვრცინოდნენ ელემენტარულად, არანაირ პასუხს არ გვაძლევდნენ. აი ასეთ მდგომარეობაში კომპანიამ ძალიან ბევრი კლიენტი დაკარგა, ძალიან მარეგულირებელი კომისია საბოლოოდ დაგვემუქრა ჩვენი ლიცენზიის გაუქმებით, იმიტომ რომ ამდენი ჯარიმების შემდგომ უკვე მათ უფლება ჰქონდათ, რომ ჩვენი ლიცენზია გაეჩერნენ. პრაქტიკულად ჩვენ აღმოჩნდით ისეთ შიხში და ეს ბოლოს 11 მილიონიც ისეთი ძალიან ძნელი გადასახდელია და თუმცა მთავარი კითხვა მდგომარეობის შემდეგში რის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი? როგორც ვიცი, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2009 წლის გაზაფხულზე თქვენთან მოვიდა კონკრეტული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი კონკრეტული მოთხოვნებით. მოთხოვნები იყო ძალიან კონკრეტული, რომ ჩვენ თანამშრომლობაზე ხელი მოგვეწერა, ჩვენ საერთოდ ყოველთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყო ესეთი ურთიერთობა, კანონიერი ურთიერთობა, როდესაც მათ ყავდათ ვინმე კრიმინალი, რომლის საჭირო იყო, რომლის გამოთვლა ეხებოდა მანიაკებს, პედოფილებს, ისეთ პიროვნებებს, რომლებიც იმეილებით თქვა სხვას ატერორებდნენ, აშანტაჟებდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენ ასეთ პიროვნებების მონაცემებს ვიძლეოდით. და როდესაც ბორია მიტიჩაშვილმა მოგთხოვა ჩვენ, რომ ჩვენს ქსელში განგვეთავსებინა ის აპარატურა, რომელიც მთელს ინფორმაციას ასე გადაამუშავებდა და კოპირებას გაუკეთებდა იმეილებს, კოპირებას გაუკეთებდა იმ საიტებს, რომელ საიტებსაც ესა თუ ის მომხმარებელი მოიხმარს. გარდა ამისა, გადამცმული შინაგან საქმეთა თანამშრომლები უნდა წასულიყვნენ ჩვენი ეგიდით, ანუ ჩვენი უნიფორმით, მისულიყვნენ ოპოზიციონერების და მათთვის არასასურველი პიროვნებების ოჯახებში, დაემონტაჟებინათ ინტერნეტის გათიშვა მოხდებოდა. შემდგომ აბონენტი რეკავს, რომ ეს დაზიანება არის. და ამ დაზიანების აღმოსაფხვრელად სახში უნდა წასულიყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრები, ანუ ვიღაც პიროვნებები, რომლებიც ამას ყველაფერს დაამონტაჟებდნენ. ეს იყო წარმოუდგენელი კრიმინალი, რომელიც პრაქტიკულად ბიზნესმენს არ უნდა შესთავაზო, ჩემი აზრით, თუ ხარ სახელმწიფო, თუ რაღაცა თქვათ, მე არ ვიცი ახლა. ჩემთვის ასეთი ურთიერთობა მიუღებელია, იმიტომ მე ვარ თავისუფალი ბიზნესმენი, მე ვიხდით გადასახადებს
ყოველთვის ჩემი 25 წლის კარიერის განმავლობაში, რაც ბიზნესმენი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს ეს ურთიერთობები სახელმწიფოსთან, კეკლუცობა, ურთიერთდახმარება და ასეთი რაღაცეები. ჩემი პროფილი უფრო სხვა არის, რომ კომპანია გაიზარდოს, კომპანია გახდეს რეგიონალური მნიშვნელობის, მართლაც ძალიან კარგი პერსპექტივები ქონდა. აუცილებლად ვისაუბრებთ, ეს ძალიან საინტერესო რა გეგმები ქონდა თქვენ კომპანიასთან დაკავშირებით, რაც შეიცვალა, მაგრამ ჯერ ისევ იმ მოთხოვნის შესახებ, რომელიც დაგიყენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, უბრალოდ ერთმა კონკრეტულმა თანამშრომლმა. როგორც ვიცი, მან თქვენ გითხრათ, რომ სხვა კომპანიები მათთან ამ ურთიერთობაზე უპრობლემოდ მიდიოდნენ. აქედან გამომდინარე, თქვენ როგორც ადამიანმა, რომელიც კარგად ერკვევით ამ სფეროში, შეგეძლიათ თქვათ, რომ ჩვენ ვიყავით სრული კონტროლის ქვეშ ჩვენი ინტერნეტ კავშირების თვალსაზრისით თუნდაც. და რამდენ შესაძლებელი არის ეს ტექნიკურად, რომ კონტროლდებოდეს ჩვენი სოციალური ქსელები, ჩვენი იმეილები და ასე შემდეგ, ყველა ის კონტაქტი, რაც კი ხდება ინტერნეტის საშუალებით. ტექნოლოგიურად ეს ძალიან იოლი არის, ძალიან მარტივად ხდება დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებები, ტექნოლოგია იმის საშუალებებს იძლევა, რომ ძალიან მარტივად გაკონტროლდეს ყველა ადამიანის არა მარტო იმეილები და ინფორმაცია, არამედ ის ვებგვერდები, ის სატელევიზიო არხები, ის ინფორმაცია, რომელსაც ის პიროვნება, ესა თუ ის პიროვნება IP მისამართით, ანუ ყველა აბონენტს აქვს თავისი მისამართი, 12-16 ციფრიანი თუ არ ვცდები, მისამართი, რომელიცაც იდენტიფიცირება ხდება ყველა ადამიანის. ინტერნეტს აქვს თავისი დადებითი მხარე, მაგრამ აქვს თავისი უარყოფითი, ეს არის პიროვნული თავისუფლებების, ასე რომ ვთქვათ, ზედმეტად კონტროლი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ეთიკურად ყველა სახელმწიფოს აქვს ეს პრობლემა, მე მათ შევთავაზე, რომ ეს კანონის საფუძველზე უნდა დარეგულირებულიყო. ანუ პარლამენტს უნდა მიეღო გარკვეული კანონი, რომლის მიხედვითაც ეს დარეგულირდება. იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისუფალ სამყაროში აქვს თავისი პირადი ასე რომ ვთქვათ, თავისუფლების უფლება, ანუ არ აქვს სახელმწიფოს იმისი უფლება, რომ ადგენს და უპრაგონოთ, აკონტროლოს ადამიანი. და სწორედ ინტერნეტ პროვაიდერების და ჩემი როგორც საქართველოს ინტერნეტ სივრცის გეიტკიპერის მთავარი ფუნქცია იყო ის, რომ ყოფილიყავი დამოუკიდებელი. მე დიდი მაგალითად იყო 2008 წლის ომის დროს შემექმნა პრობლემები თვითონ სახელმწიფოსთან, რომელიც მაშინდელი მთავრობა იყო ძალიან დიდ პანიკაში. რუსულ საიტებს კეტავდნენ. რუსულ საიტებს კეტავდნენ. მე მათ უთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ არის კონკრეტული საიტების ჩამონათვლის მიხედვით გავთიშავდი, მაგრამ თვითონ ინტერნეტს აქვს საერთაშორისო ჩვენ ყველა შედიოდა საბოლოოდ სხვადასხვა ხელში. რა თქმა უნდა. და ჩვენ გვაქვს ვალდებულებები საერთაშორისო ინტერნეტ სამყაროსადმი, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ეს არის ვანდალიზმი რა, მაგრამ ამაზე ძალიან ცუდი, ასე რომ ვთქვათ, ცუდი რამ გადამხდა. რა გადაგხდათ? არაფერი ელემენტარულად დამირეკეს და გამაფრთხილეს, რომ თუ არ გავთიშავდი, მოვიდოდა ზონდერ ბრიგადა და დაანგრევდა ყველაფერს თელშემს კომპიუტერებს და სერვერებს რა, რაც ანუ მოგიწევთ მაშინ დამადასტურ, აბა ახლა ესეთი რაღაცა თან ომი როცა არის ძალიან ასე დამაჯერებლად ჟღერს, როდესაც გეუბნებიან, რომ ახლა დაანგრევენ და შეიძლებოდა. ამიტომ ასე დროს რა თქმა უნდა უკვე ცივილიზებულ და თამაშის წესების და კანონით მოქმედებას უკვე აზრი ეკარგება და რა თქმა უნდა ამ დროს ძალა არის ძალა. ველური ძალა, როგორც აი ახლა ვთქვათ, აი ამ 2009 წლის შეტევის დროს განხორციელდა, არის კონკრეტული ძალა, რომელსაც ვეღარ აუდგე, ბიზნესმენი ვარ მე და მე ასე რომ ვთქვათ, არ ამყავს ტანკები და ბრონეტრანსპორტიორები, რომ მე დავსდიო ვთქვათ პოლიციის პატრულს და ასე შემდეგ და ეს არის. ანუ მაშინ უკვე იგზნეს თქვენგან გარკვეული წინააღმდეგობა ასეა, როდესაც თავიდანვე არ დათანხმდით იგივე რუსული საიტების ჩვენ ყოველთვის მე ჩემი პირადული ბიზნეს თავისუფლებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე ვარ თავისუფალი ადამიანი, ბოდიში რამდენჯერმე გავიმეორე, მაგრამ მე ეს მიამაყება, რომ ვარ თავისუფალი ბიზნესმენი და ჩვენ მქონდა თავისუფალი მედიაც, ეს იყო პრესაჯე, ეს იყო ITV-ჯე, რომელიც ვერ კონტროლირდებოდა და ვერანაირ ძალიან კრიტიკული იყო. ესეც იყო მაპროვოცირებელი, როგორ ფიქრობთ? დიახ, 2009 წლის 15 ივნისს თქვენ მოგეხსენებათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტები ძალიან კაცრად საშინლად გალახა
გახსოვთ ეს და შემდგომ ჟურნალისტები იყვნენ მისული ასე რომ ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მოითხოვდნენ არ ვიცი რას მოითხოვდნენ მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოვიდნენ გამოირბინეს ზონდარ ბრიგადებმა ძალიან საშინლად გალახეს ახალგაზრდა ჟურნალისტები შემდგომ წაართვეს ყველას ეს კამერები და მხოლოდ ჩვენი ITV ჟურნალისტმა მოახერხა გამოქცევა კამერით და ეს დავდეთ ჩვენს ITV-ს ასე რომ ვთქვათ საიტზე იმ წუთსავე შეტევა მოხდა კიბერშეტევა და ნუ ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის იოლი იყო იმის დაცვა მაგრამ ესეთი რაღაცები მე მომდიოდა სიგნალები რომ ვანო მერაბიშვილი ასე ამაზე იყო ძალიან ესე იგი გაღიზიანებული საერთოდ ვანო მერაბიშვილი ხედავდა ზოგადად ინტერნეტის კონტროლის ძალას იმიტომ რომ ეხლა ეს არ არის საიდუმლოება და მთელმა სამყარომ იცის რამხელა ძალა აქვს ინფორმაციულ ყველა ადამიანზე ინფორმაციის შეგროვებას ანუ ბატონო ივანე მერაბიშვილი იდგა ყველაფერ ამის უკან თუ შეგიძლიათ სხვა თანამდებობის პირებიც დაასახელოთ მე რამდენადაც ჩემი ეჭვი მდგომარეობს იმაში და მე ასე ვფიქრობ და მაქვს ამის გონივრული ეჭვი რომ ეს ორგანიზებული იყო ივანე მერაბიშვილის მიერ იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ივანე მერაბიშვილის გარდა ასეთ ორგანიზებულ ასე რომ ვთქვათ ვანდალიზმს ვერავინ ვერ გაბედავდა და საერთოდ ეს იყო ორგანიზებული დანაშაული ეს იყო სახელმწიფო ასე რომ ვთქვათ ეს იყო კრიმინალური სინდიკატი სახელმწიფო კრიმინალური სინდიკატის დანაშაული ორგანიზებული დანაშაული პირადად თქვენთან ან ივანე მერაბიშვილი ან რომელიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი გამოვიდა კონტაქტზე როგორ მოხდა შეთანხმება საბოლოოდ როდესაც თქვენ დათმეთ ბიზნესი პრესკონფერენციაზე საუბრობთ ხელშეკრულებაზე რომელზეც არ გინდოდათ გელაპარაკათ ბოლომდე რადგან არ გინდოდათ დაგერღვიათ უდანაშაულობის როდესაც ეს სახელმწიფო სტრუქტურები ანგრევენ კომპანიას და კომპანიას უკვე არანაირი ასე რომ ვთქვათ პერსპექტივა არ აქვს ამის გარდა არსებობს ვალდებულებები მე ხო მარტო არა ვარ მე მყავს ჩემი კრედიტორები ვინც მე ფული მანდეს ძალიან დიდი ფული რომლითაც ჩვენ გავაკეთეთ წყალქვეშა კაბელი რომ TBC ბანკი რომელიც ჩვენ მუდმივად გვაკრედიტებდა არ შეიძლება კრედიტორის ინტერესების უზრუნვა ასევე იყო 700 ადამიანი რომელიც ჩვენი თანამშრომელი თავიანთი ოჯახებით მოკლედ ცოტა გადაუხვე, მაგრამ ამ ფაქტორებმა მაიძულა რომ ესე იგი პირველივე შემთხვევაში როგორც კი მოვიდნენ წარმომადგენლ ბიზნესმენები, რომლებმაც შემოთავაზეს მე ასე ეს ბიზნესმენები იყვნენ GMC ჯგუფიდან ხვიჩა მაკაცარია და მაგრამ ხვიჩა მაკაცარია იყო შემდგომ ამას შემოერთა ლევან ყარამანიშვილი რომელიც რუსთავი 2-ის დამფუძნების არის ფლობელი ეს პიროვნებები რა თქმა უნდა როდესაც ყიდულობდნენ ამაზე მე ძალიან მკაცრი სანქციები ჩამედო იმის შემთხვევაში თუ ამას მე გავამხელდი და ასე შემდეგ მაგრამ ეს არ არის მთავარი და მე ამას ვიტყვი არა თანხა მიზერული მივიღე მაგრამ საქმე იმაშია რომ წინა შემთხვევაში ყველაფერი დაინგრეოდა და იმ მომენტში იმ მოცემულობაში ნებისმიერი ეს ანუ მე არანაირი ვაჭრობის საშუალება არ მქონდა რა თქმა უნდა მაგრამ იხავით თქვენ დაცული ამ ხელშეკრულებით რადგან ის რომ წახვედით ემიგრაციაში მიანიშნებს იმაზე რომ თითქოს აქ რაღაც საფრთხე გემუქრებოდათ რა თქმა უნდა საფრთხე იყო სწორედ აი ამ ასე რომ ვთქვათ უხეში ანუ როდესაც მოხდა კომპანიის წილების გასხვისება ეს ყველაფერი გაჩერდა აი ეს კოშმარი გრევა ჭრა კაბელების ჯარიმები და ეს ყველაფერი გაჩერდა როგორც გუშინდელი სიზმარი გაქრა უბრალოდ მაგრამ ჩემდამი მაინც არ გაჩერდა ჩემდამი აგრესია მე ხლა რა თქმა უნდა ამის შემდგომ არ დავცემულ ვარ მუხლებზე და ვანო მერაბიშვილის და მთავრობის ქება არ დამიწყია მე ჩემს საქმეს ვაგრძელებდი და ჩემ თავისუფალი გამონათქვამებით დიდად არ მოვიხსენიებდი იმითინ რა ქვია ასე რომ ვთქვათ ქებადიდებით ჩვენს მთავრობას აქედან გამომდინარე მათ მაინც არ ჩამთვალეს ასე რომ ვთქვათ საიმედო
პარტნიორად ბიზნესმენად ჩათვალეთ და ჩემდამი გრძელდებოდა ზოგადად აი ესეთი მინიშნებები რომ შეიძლებოდა მე დამემთავრებინა ძალიან ცუდად მოხდარიყავი ციხეში ამასობაში უკვე დაიწყო ბიზნესმენების ციხეში ჩასმა იქ ქოქოლაძეს ციხეში იქ უამრავი ხალხი ზის ციხეში რომლებსაც ქონებებს ედავებიან და ასე შემდეგ და მივხვდი რომ რაღაც ჯობდა გაცლოდით რა თქმა უნდა ეს ვიგრძენი და მოვკიდე ჩემს 4 შვილს და ცოლს და გავიქეცით. გსურდათ საუბარი იმის შესახებ თუ რა გეგმები გქონდათ კავკასიუს ონლაინთან დაკავშირებით და რა გაფუჭდა მას შემდეგ რაც მოგიწევთ გაგესხვისებინათ კომპანია? დიახ, ძალიან გული მტკივა, როდესაც იყო საქართველოსთვის ესეთი მომენტი, ჩვენ ქონდა ძალიან დიდი ტემპი აღებული. ეს გააკეთეს საქართველოს ტრებმა. ეს მათ არიციან საქართველოს რა გაუკეთეს. ჩვენ ქონდა იმისი მომენტი აღებული და ტემპი, რომ გავხდარიყავით რეგიონალური საინფორმაციო კვანძი, რომ ჩვენ უკვე ვიყიდეთ კაბელი სასონხეთში, რომელიც აერთებდა ირანს. ირანთან მოლაპარაკებები იყო, რომ თქვათ განვითარებული იყო კავშირი ჩვენის გავლით ევროპასთან. ასევე აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ აზერბაიჯანელებთან და თურქმენებთან ერთად ვახორციელებდით კასპიის ზღვაში კაბელის ჩადებას. და ასევე ბაქოში უნდა გაგვეკეთებინა ისეთივე ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელი, როგორც თბილისში გავაკეთეთ. ანუ კომპანიას დაკარგა შანსი გამხდარიყო ცენტრი კავკასიაში ინტერნეტის. დიახ, ეს არის თავარი, რომ ჩვენ დღესდღეობით ბაქო ლიდერობს ამ მხრივ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დავკარგეთ ასე რომ ვთქვათ ეს მომენტუმი, ჩვენმა კონკურენტებმა Silknet-მა და მათ ასე რომ ვთქვათ, თურქებთან ერთად გააკეთეს პარალელური კაბელი თურქეთიდან აზერბაიჯანამდე და დღეს ისინი ცდილობენ თვითონ აზერბაიჯანელები რომ დღეს ისინი გახდნენ რეგიონალური კვანძი და განვითარდეს მათი. ანუ ეს რთული თემა არის, ხა ამას ჩვენ ვერ ჩაურმავდებით. მაგრამ არსი მე მგონი გასაგებია მაყურებელს, რომ კარგი შანსი დაკარგა ქვეყანამ ამით. დიახ, დღესაც არის შანსი თუ იქნება და მე იმედი მაქვს რომ დღეს იქნება ასე რომ ვთქვათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ის არის მხოლოდ რომ იყოს ასე რომ ვთქვათ თავისუფლება და არ იყოს აი სახელმწიფო ჩინოვნიკების და დიდი კაცების ბჭყალებში აი ამ ხელების ფათური მარეგულირებელი კავშირგაბმულობის მარეგულირების კომისია ეს არის მონსტრი ეს არის საშინელება ისეთი რაღაცეები ხდება იქ კავშირგაბმულობის ეს არის ძალიან დიდი კორუფციის ბუდე. ყველა ამ თემაზე თქვენ გახსნილი იქნებით ახლა სამართალდამცავებთან? ვიცი რომ ჩამოვედით სწორედ ამიტომ. მე სპეციალურად ამისთვის ჩამოვედი. თქვენ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის კვალზე დააყენოთ ისინი, გამომდინარე თქვენი საუბრიდან. მე ძალიან მაინტერესებს ვინ იყვნენ ის ორგანიზებული ჯგუფი, ვინც ესე ვანდალურად დაანგრია ჩემი შვილივით გამოზრდილი კომპანია. მე ძალიან მაინტერესებს რომ გავიგო რა მიზნები ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს და ჩემი აზრით ეს უნდა გამოიძიოს, ყველა უნდა დაისაჯოს. მე ის ძალიან ესე იგი კაცრად მოვითხოვ და ხვალვე დილითვე მე როგორც კი მთავრობა შეიძლება მე ძველ მთავრობასთან საერთოდ არც მინდოდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ აზრი არ აქონდა არანაირი. ახალ მთავრობასთან მე იმედი მაქვს რომ მოიძებნება სამართალი, რომ გამოიძიება ყველაფერი. ჩვენ გვყავს უამრავი, არა მარტო ჩვენ ტელევიზიებში გადიოდა ყველა ეს მასალა, ჩვენ გვყავს ეს ძალიან დიდი დამამტკიცებელი მასალა, რომლიცაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასევე მე მაინტერესებს ჩემი წასვლის შემდეგ მე ვერანაირად ვერ ვაკონტროლებდი ფინანსურად კავკასიუს ონლაინს. კავკასიუს ონლაინში მოხდა ძალიან დიდი თანხების დატაცება და კავკასიუს ონლაინის უნდა იქნას მენეჯმენტი გამოძიებული. და მე მაინტერესებს უბრალოდ რომ კომპანიას, რომელიც საქართველოსთვის კავშირგაბმულობას და ციფრულ კავშირგაბმულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეკონომიკის სტიმულირებისათვის და ზოგადად დღეს ყველაფერი ინფორმაციაზე არის და ინფორმატიკაზე არის. თუ ეს იქნება გამართული, თუ ეს იქნება იაფი, თუ ეს იქნება რეგიონებში, სოფლებში გამართულად, მაშინ ეკონომიკაც იფუნქციონირებს, იმიტომ რომ ინფორმაციაზეა ყველაფერი დღეს აგებ. ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორ განვითარდება მოვლენები კავკასიუს ონლაინის გარშემო. საინტერესო საუბრისთვის ასევე დიდი მადლობა. მამია სანადირაძე პასუხობდა მთავარ კითხვას. არ გადართოთ, რამდენიმე წუთში მარინე ჩიტაშვილი ისაუბრებს დღევანდელი დებატების შესახებ.
მარინე ჩიტაშვილია ჩვენი სტუმარი საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა, მადლობა მოწვევისათვის. დღეს ხო ძალიან საინტერესო ვითარება ახალ პარლამენტში, სადაც უმცირესობას ხვდებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენგან ზოგადი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა ტენდენცია აჩვენა თქვენი აზრით ამ საკმაოდ ხანგრძლივმა და მძიმე შეხვედრამ ურთიერთობის პერსპექტივის თვალსაზრისით. გულისხმობ როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. რა ჩანასახში რა დაინახეთ, როგორი ურთიერთობა იქნება პარლამენტში, როგორი მუშაობა იქნება? დღევანდელმა შეხვედრამ მოდით ესე ვთქვათ, რომ მეტნაკლებად გამოკვეთა რამოდენიმე მოსალოდნელი განვითარების ვექტორი. პირველი ის, რომ ოპოზიცია არ იქნება კონსტრუქციული და მისი ძირითადი აზრი და მოდუსი იქნება დემაგოგია ყველა თემაზე. იმიტომ რომ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მათ არიციან რიცხვები არის ტყუილი, იმიტომ რომ რიცხვები არის 4-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე მათი პროგრამა იყო. და აქედან გამომდინარე თქმა იმისა, რომ თურმე მათ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეეძლოთ 4-ჯერ უფრო მაღალი ტიპის დაპირებები განეხორციელებინათ ყოველგვარი წარმოდგენილი რიცხვების გარეშე, ვიდრე ახალმოსულ ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ მე რა ჩემი ძლია ჯერ ბიუჯეტი უნდა ვნახო და მე ისე გიპასუხოთ, როგორი იქნება განვითარების ტემპი. ელემენტარულად ეს სხვას არაფერს არ ნიშნავს, რომ მათი იდეოლოგიებსაც კი თავი არ შეუწუხებიათ, ეთყობა 4 წლიანი პარლამენტში ყოფნა. მე კონკრეტულად რამოდენიმე ადამიანზე მაქვს ლაპარაკი, რომლებმაც ეს საკითხი ნამდვილად იცოდნენ 4 წლის წინ, თავი არ შეუწუხებიათ და არ ჩაუხედიათ განვითარების თეორიებისათვის, რაც ელემენტარულად ლაპარაკია, რომ ამოსავალი და საწყისი უნდა იცოდე იმის მიხედვით, რომ რაიმე დაგეგმო. ეს ერთი საკითხი. მეორე გამოიკვეთა ის, რომ ამჟამინდელ ოპოზიციაში იქნებიან, ასე ვთქვათ, მოლაპარაკე თავები, რომლებსაც კარგად აქვთ, ასე ვთქვათ, ერთი თავიანთი, როგორ ვთქვათ, თემები დალაგებული და მეორე როლებიც განაწილებული, იმიტომ რომ ეს იყო აი როგორ ვთქვა, ნუ აი დადგმული სპექტაკლი, კარგად დამუშავებული, სხვათა შორის ახლა ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. აქცენტები გაკეთებული იმაზე, რომ თურმე ნოიტყვით ყველა ამ პასუხის შედეგად, ის რაც მე ბოლოს უსმინე ბარამიძის შეჯამებას, როდესაც ის ამბობდა, რომ ჩვენ ვერანაირად ვერ დაუჭერთ მხარს თქვენს მინისტრთა კაბინეტს, იმიტომ რომ თურმე ნოიტყვით, რომ თქვენ აპირებთ რუსეთთან თანამშრომლობას. ასეთ შემთხვევაში დღეს იყო კიდევაც ამაზე გაცემული პასუხი, რომ რუსეთთან თანამშრომლობა ეკონომიკური თქვენ მოგიწევთ არა იმის გამო, რომ რუსეთი მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეს თქვენ უნდა დაგეწყოთ, არამედ ის შემდეგ, რაც ის შევიდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა აკისრებს მასში ორ ქვეყანას გარკვეული ტიპის თანამშრომლობის გაფორმებას და თუკი ეს აქამდე არ გაგიფორმებიათ, ეს ელემენტარულად თქვენ პირშევად ხართ საერთაშორისო ორგანიზაციასთანაც. ფაქტობრივად პასუხი ეს იყო. ანუ მოლაპარაკე თავები, რომლებსაც ექნებათ, ასე ვთქვათ, არჩეული ესეთი ურაპატრიოტული თემატიკა, რომელზეც ისინი აპელირებას გააკეთებენ, გადააბავენ ერთმანეთს სხვადასხვა რაღაცებს და ილაპარაკებენ, ასე ვთქვათ, ისეთ საკითხებზე, რომლებიც აქამდე საერთოდ ტაბუდადებული იყო და არავის არ შეიძლებოდა ამაზე ხმა ამოეყო და უფრო მეტიც თუ ვინმე ხმას ამოიღებდა, ამის საპასუხო, ასე ვთქვათ, კვლავ იარლიყის მიწვევება იყო ის, რომ ის რუსეთის აგენტია. ნუ ეხლა დღეს ერთ-ერთ გამოსვლა საერთოდ გამოვიდა, რომ ახალ მოსული მთავრობა, რომელიც ჩვენ ადამიანებმა ავირჩიეთ საბოლოო ჯამში პროპორციული წესით 55%-მა, მას სხვა სიტყვებით გამოვიდა, რომ ჩვენ 55% არც მეტი არც ნაკლები, საქართველოში მოსახლეები და მოქალაქეები ვართ რუსეთის აგენტები. ნუ ყოჩაღ რუსეთს მაშინ, ახლა სხვა რა უნდა ვთქვა, იმიტომ რომ თუ 55% ვართ რუსეთის აგენტი, მაშინ საწყალი უმცირესობა, რომელიც 40%-ში დარჩენილა. და კიდევ ერთი საკითხი, ეს გახლავთ ის, რომ რაციონალური დამოკიდებულება და მოწოდება იმისაკენ, რომ რეალობაში დავრჩეთ, იყო ძალიან კარგი უმრავლესობის მხრიდან და კერძოდ მომავალი პრემიერ-მინისტრის მხრიდან და კიდევ ერთი საკითხი. მე ნამდვილად ცოტათ ისეთი კი არ შემაშფოთა, მაგრამ იწევს გარკვეულ მოლოდინებს ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მდუმარე სახეების ფენომენი. რას გადაწყვეტენ ეს ადამიანები? ხუთმა მათგანმა უკვე თქვა, რომ
ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ მეტნაკლებად დამოუკიდებლები, ალბათ ჩემის მაჟორიტარებს გულისხმობ. მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეიძლება მაჟორიტარების რაოდენობა გაიზარდოს. ოღონდ ეს აბსოლუტურად ჩემთვის არ გულისხმობს იმას, რომ კიდევ თუ არა კონსტიტუციურ უმრავლესობაზე ლაპარაკი და რასთავარია კიდევ ერთი დებულება, რომელიც ხშირად თქვენ ზეწოლას ახდენთ, ჩვენ გვაქვს ფაქტები. ვინმე დაუშალა ამ ფაქტების გამოტანა? არა, ზუსტად ამაზე მაქვს მე ლაპარაკი. როდესაც ლაპარაკი იყო დღეს ბოდის ვიხდი, ხა მე ნამდვილად არა ვარ არც პოლიტიკაში აქტიურად ჩართული, ისე რომ ეს ჩემი საქმე იყოს, მაგრამ მე უყურებ ფრაგმენტულად და ძირითადად მე მედიაში წავიკითხე და ეხლა იმას რასაც უყურე და მედიაში რაც იყო უბრალოდ Facebook-ზე, სოციალურ ქსელში რაც იყო. გადავერთე და შევხედე და ნუ იქ იყო დიდი გაწევ-გამოწევა იმის კვალობაზე, თურმე რეიტინგებში როგორ აყენებთ ამას შეურაცხყოფას. მე მომენტალურად დავდე Facebook-ზე 4 სტატია, ვისაც არ ეზარება შევიდე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ვებგვერდზე და ნახავს 20 ასეთ სტატიას, რეალურად რიცხვები რას გვეუბნებიან და ეს რიცხვები არის აკრეფილი არა ჩემს მიერ, არამედ უბრალოდ ერთად არის თავმოყრილი გაეროს, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო მონეტარული ფონდის, განათლების, ასე ვთქვათ, საერთაშორისო კვლევების რიცხვები, რომლებიც რეალურად აჩვენებენ იმას, თუ საქართველოში განვითარების ხარისხი როგორია. ლაპარაკი იმაზე და კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მე პრინციპულად უნდა შევჩერდე, ეს გახლავთ ესეთი რაღაცა, რომ თურმე ნუიტყვით არ უნდა ვილაპარაკოთ იმის შესახებ, მიუხედავად იმისა, მე გაღიზიანებული ვარ თუ არა, რომელიც გარეთ შემთხვევით დააზიანებს ქვეყნის იმიჯს. ნუ აქ ორი საკითხია. პირველი, რატომ გონია, რომ გარეთ არიან სულელები და რეალური ექსპერტიზა ჩემი ქვეყნისა თუ კი ის მიმდინარეობს და ნამდვილად მიმდინარეობს, რატომ გონია, რომ ეს შემიძლია შევქმნა წარმოდგენები და რეალური სურათი არავინ არ იცის და ეს რეიტინგები იგივე გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციების ზუსტად ამაზე მეტყველებს და მეორე რაც თავარია. ჩვენ რისთვის ვაშენებთ ამ ქვეყანას სხვებისათვის თუ საკუთარი თავისათვის? მართალია ილია ჭავჭავაძე დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდათ, მაგრამ ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანი, მე მგონი სკოლაში კიდე უნდა ისწავლებოდეს. იქ არის ერთი გენიალური ფრაზა, რომ მე მოყვარეს იმიტომ ველაპარაკები, რომ სარკეში ჩაიხედოს. და სარკეში თავის თავს რომ დაინახავს, თუ მოთხუპნული აქვს პირი, ხო, წავა ელემენტარულად პირს დაიბანს. რატო უნდა მქონდეს მე წარმოდგენა იმაზე, რომ თითქოს ასე ვთქვათ, მაქვს ფანტასტიკური სამოსი და სინამდვილეში ვიყო შიშველი. ანუ ელემენტარულად ეს არის ინფანტილური დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ თავარია ჩვენზე სხვებმა თქვას კარგი. თავარია ჩემმა თანამოქალაქემ თქვას ჩემზე, რომ მე ვარ კარგი და ასეთ შემთხვევაში ეს იყო ყველაზე უფრო დიდი სილის გაწვნა, როდესაც ამხელა ადმინისტრაციული რესურსის კვალობაზე და სრული ტერორის კვალობაზე მართალია ეხლა განცხადებებიც იყო, რომ ლენინიზმი რა არის, არ იცის და თურმე ნოიტყვით იგივე მე მგონი კეთრინ ეშტონიც კი დაადანაშაულეს რაღაც ჟაფერი რა ვთქვათ ჰეიდი ტალიავინზე. ესე კარგია რომ მარტო ის რაღაც ქალებს ამოიჩემებენ ხოლმე. თუმცა ეს ქალები სერიოზული ფიგურები არიან. განცხადებები იყო ესეთი გაკეთებული იმის კვალობაზე, რომ თურმე ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უნდა დავსვათ ესეთი პრინციპული საკითხი, რომ აბსოლუტური ტერორის კვალობაზე, აბსოლუტური სრულიად თავზე ხელაღებული და პოლიციური რეჟიმის კვალობაზე მათ მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ ხალხის მიერ მიიღო არა. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში არსებობდა კონსოლიდირებული მეტნაკლებად ოპოზიცია, რომელიც მიუხედავად ყველანაირი, ასე ვთქვათ, აქეთ-იქიდან კარგად დარეგულირებული არხის გაჭრის კვალობაზე ცდილობდნენ წაეყვანათ რევოლუციისაგან, ის უბრალოდ წავიდა არჩევნებზე. ანუ პასუხი ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის უმრავლესობაში ყოფნის შემდეგ მიიღო, რომ მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა არ წარმოადგენს ხალხის მიერ მიღებულ და გათავისებულ იმ გზას, რომელთაც მათ ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრება. რომ დაუბრუნდეთ ისევ დღევანდელი დებატების თემას, შინაარსი გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება ფორმას, ისევ უმცირესობის დამოკიდებულების, აი ამაზე რა სიტყვით? მე მეტი მოლოდინი არ მქონია ამ ადამიანებისაგან, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ასე ვთქვათ, გამოაცხადონ, რომ მათ აქვთ
ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია და უსაფრთხოების კონცეფციის ნაცვლად დაწერონ ლოზუნგები და რაც თავარია მაშინ როდესაც ქვეყანას რეალურად ემუქრება საფრთხე, ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ დანაჩანგლის აღებისაგან მოგვიწვიოს და წითელ ხიდთან იდგეს რიგი ოფიციოზის, რომელიც გარეთ ასწრებს. ამის ძალიან კარგი მაგალითია ისიც, როდესაც რამოდენიმე მინისტრმა, რომელიც ერთი მათგანი, უნდა ვაღიაროთ, Facebook-ით მაინც გვეხმიანება, არც მეტი არცნაკლები დაადო თავი და წავიდა. ასეთ შემთხვევაში ლაპარაკი არის მორალურ პასუხისმგებლობაზე. ფაქტია, რომ ეს ადამიანები არ გრძნობენ არანაირ პასუხისმგებლობას გარდა საკუთარი პერსონისა გარკვეულ თანამდებობაზე. ასეთ შემთხვევაში, როგორ გითხრათ, მე მგონი არც ლიბერტარიანული იდეოლოგია აღიარებს ასეთი ადამიანების განსაკუთრებულად ზნეობრივ, იმიჯს. როგორ ფიქრობთ, თქვენ თქვით, რომ ეს იყო დადგმული და კარგად დამუშავებული სპექტაკლი. ეს ასე გაგრძელდება? ანუ საპარლამენტო მუშაობა ასეთი ფორმით წარიმართება ქვეყანაში? თუ ეს იყო ერთჯერადი, ანუ მათთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო შეხვედრა, როდესაც ისინი პირველად ხვდებოდნენ ესე უმცირესობის სახით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. დღეს როგორც მე არ ვიცი, ეს მე წავიკითხე, დღეს კარგი წამოწდენა ქონია ბატონ ბაქრაძეს, როდესაც მან განაცხადა, რომ უმრავლესობასთან არის შეხვედრა და მე გაასწორა, რომ არა უმცირესობასთანო. მე მგონია, რომ იმისათვის, რომ მოდუსი შეიცვალოს, დაახლოებით 1-3 თვე მაინც დაჭირდებათ. მე ამ 3 თვეს ვანგარიშობ რიცხვებიდან გამომდინარე. პირველი ახალმისულ მინისტრთა კაბინეტს მოუწევს რეალურად გადაიბაროს საქმეები და მეორე ახალმისულ მინისტრთა კაბინეტს განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მოუწევს ვერაუვიდეს საჩივრებს, რომლებიც იქნება შესული. ამ საჩივრებიდან 30% მაინც იქნება აბსოლუტურად დასაბუთებული რეალური და რაც შეეხება იმას, რომ ბიზნესი იყო თუ არა მართული ქვეყანაში, მე მგონი თქვენი წინა გამომსვლელი მეც ვერაფერს ვერ იტყოდა ის ადამიანი. და ამბობს, რომ მზად ვარ წარმოვადგინო ყველანაირი მასალა და მივიცი ჩვენებად. ახლა ამაში ნამდვილად უნდა დავეთანხმო კავკასიის ონლაინის ყოფილ მფლობელს, მე ასე გავიგე, რომ ნამდვილად საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია, უბრალოდ ერთ-ერთი ცენტრია იმისა, რაზეც კონტროლი სახელმწიფოსი მაქსიმალურად შეიძლება განხორციელდეს და მას ამის სურვილი კონდეს. ჩრდილოეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეაში ნელ-ნელა დაიწყეს ინტერნეტით გამოყენება, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება და შესვლა საკმაოდ პრობლემური ხდება. ახლა რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და უმრავლესობას, რამდენიმე დღეა რაც დაიწყო პარლამენტმა მუშაობა, ჩვენ ვნახეთ კომიტეტებში რა ხდებოდა, იქაც იყო საკმაოდ კონფლიქტური სიტუაციები, შეეხებოდა თეა წულუკიანს, შეეხებოდა მაია ფანჯიკიძეს. დღეს უკვე გაცილებით დიდი დოზებით ვნახეთ ურთიერთობა. უმრავლესობა, ასევე პრემიერ-მინისტრის კანდიდატი, რამდენად იყვნენ მომზადებული, რომ სწორედ ასეთ როლში დახვდებოდათ მათ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა? რამდენად ადეკვატურები არიან ისინი დღეს თავიანთ პასუხებში თუ კითხვებში? ხო, დღეს დადანაშაულება იყო კიდევ ერთი ესეთი, რომ თქვენ არ გეგონათ რომ მოიგებდით. მე მგონია ნაციონალებს არ ეგონათ რომ წააგებდნენ და უფრო მეტიც ამის შესახებ თუ გადავხედავთ არჩევნების შემდეგ, ასე ვთქვათ, უცხოურ მედიას, იქ საკმაოდ ისე თითქმის 50-50-ზე იყოფა, რომ ნაწილი სრულიად გაუგნებულია, რომ ეს როგორ მოხდა, რომ ნაციონალურ მოძრაობამ წააგო. ჩემის აზრით, ზუსტადაც ნაციონალურ მოძრაობას არ ეგონა რომ წააგებდა და ყოველ შემთხვევისათვის პრემიერ-მინისტრს, მომავალ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ალბათ ხვალე დაამტკიცებს ყოველგვარი უმცირესობის მონაწილეობის გარეშე პარლამენტი და მე ვიტყოდი, რომ ჯობია კარგად დაფიქრდეს უმცირესობა იმის კვალობაზე, რომ ზოგიერთ მინისტრზე მაინც, რომელიც აბსოლუტურად მისაღებია მათთვის, როგორც ისინი ამბობენ, იმათზე მაინც აწიონ ხელი, იმიტომ რომ რაღაცა ტიპის ალიბი მაინც გქონდეთ. იმაზე რომ რაციონალურად აზროვნებენ სხვა ტიპის ალიბზე მე არ ვლაპარაკობ და ეს არ არის მხოლოდ იდეოლოგიური გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში ჩემის აზრით პასუხები რაც იყო ახალმოსული უმრავლესობის მხრიდან მე ორ საკითხს გამოვყოფდი. ეს არის ღიაობა, როდესაც მე შემიძლია კრიტიკა მოვისმინო და ამ კრიტიკაზე ვთქვა, რომ ამაზე გეთანხმები, ამაზე არ გეთანხმები და შემოვიდე დებატებში, რაც აბსოლუტურად უცნობი იყო
გამსახურდიას მიერ დაწყებული დისკურსიდან ვიდრე სააკაშვილის ჩათვლით და მეორე რაციონალობა, რომელიც ამბობს ესეთ რაღაცას, რომ თუ მე ამოსავალი რიცხვი არ მექნება, ხო? ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება მე ვილაპარაკო, მე რას გავაკეთებ? დღეს ფინანსთა მინისტრის კანდიდატმა გააკეთა განაცხადი, რომ სულ 200 მილიონია, რომელ 2 მილიარდზე მელაპარაკებით და ამას აპასუხოთ მოყვა მერაბიშვილის განცხადება, რომ თურმე სხვადასხვა ანგარიშებზე ყოფილა გადანაწილებული, როცა საჭირო იქნება უკან დაბრუნდება. ახლა მე ნამდვილად ეკონომიკის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ რაღაცა ძნელად წარმომიდგენია, თუ ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტში არის რაღაცა, ის როგორ არის სხვადასხვა ორგანიზაციებზე გადანაწილებული. თან მაშინ, როდესაც არანაირი ნამატი არ არის, 75% რაც უნდა იყოს შესრულებული, ის არის შესრულებული. ნუ ახლა არ ვიცი, ამდენი არითმეტიკა მასწავლეს მე 6 კლასში. და ბოლოს, აი ესეთი უტრირებულად კრიტიკული დამოკიდებულება საპარლამენტო უმრავლესობის თუ მომავალი მინისტრთა კაბინეტის მიმართ. თქვენი აზრით, წაადგება შედეგობრივად მათ მუშაობას და საბოლოო ჯამში ჩვენ საზოგადოებას თუ პირიქით იქნება თქვენი აზრით დამთრგუნველი და შემაფერხებელი? ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში ყველა ქცევას აქვს თავისი პრაგმატული მიზანიც გათვლილი. და მათი პრაგმატული მიზანი ასეთ შემთხვევაში სრულიად შესაძლებელი იყოს ასეთი რამ, მათ კარგად იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. უფრო მეტიც სამწუხაროდ ახალი ხელისუფლების მიმართ და თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან ბევრი, რომელიც ასე ვთქვათ, ადრე ძველ ხელისუფლებასთან იყო მშვენიერ ურთიერთობაში, ახლა ილტვის ახალი ხელისუფლებისაკენ, ასეთი მედროვეები ძალიან ბევრნი აღმოჩნდებიან. არის ერთი პრინციპული საკითხი, შეიძლება, არის თუ არის შესაძლებელი ესეთი რაღაცა, შესაძლებელია ისინი აკეთებენ ხელოვნურად პროვოცირებას იმისას, რომ მათ მიმართ ერთმნიშვნელოვნად წავიდეს აგრესია. ასეთ შემთხვევაში პოზიტიური შედეგი რა იქნება? პოზიტიური შედეგი იქნება ის, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ, რომ ისინი პოლიტიკურად დევნილები არიან. თუ კი ისინი პოლიტიკურად დევნილების სტატუსით გავლენ გარეთ, ასეთ შემთხვევაში ეს მათთვის ფრიად მომგებიანი იქნება. ეს არის მათთვის პოზიტიური შედეგი. ეს არის მათთვის პოზიტიური შედეგი. მე ვაპარაკობ საქმიანად პოზიტიურ შედეგზე. საქმიანად პოზიტიური ანუ კრიტიკული დამოკიდებულება იქნება თუ არა სტიმული ახალი მთავრობისთვის თუ ახალი საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომ იყვნენ ძალიან მობილიზებული და კარგად გააკეთონ საქმე მარტივად რომ. ხო, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ, რომ კრიტიკულად განწყობილი და განსაკუთრებით მოლაპარაკე მასა, რაც მოლაპარაკე, ხო, მასა, ასეთ შემთხვევაში ოღონდ მასას არ უგულისხმობ მასის მნიშვნელობით, არამედ უგულისხმობ კრიტიკულ მასას, ეს მხოლოდ და მხოლოდ პლუსია ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, რადგან ის არის, ასე ვთქვათ, ფხიზლად და აკონტროლებს საკუთარ თავს. ძალიან დიდი მადლობა. მარინე ჩიტაშვილი პასუხობდა მთავარ კითხვას, მე ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.